მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი საკითხი დღეს წესრიგში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნდა თუ აცხადებ, ერთი საკითხი გვაქვს დღეს წესრიგში. ეს გახლავთ მესამე მოსმენით განსახილველი უმრავლესობის წევრების ინიციირებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების შეტანის თავაზე კანონპროექტი თანდართულ კანონპროექტებთან ერთად. მეორე მოსმენაზე საზოგადოებას შევახსენებ, რომ კონკრეტულად ინტერპელაციასთან დაკავშირებული მოხლი, რომლის გარეშეც მოხდა კენჭისყრა. დღეს ჩვენ მოусმენთ ბატონ თავმჯდომარეს, რომელიც მესამე მოსმენით უკვე რედაქციულად გვეტყვის ამ კანონპროექტების პაკეტის შესახებ და ამასთანავე იმ მოხლის თაობაზე, რომლის გარეშეც იქნა კენჭინაყარი მეორე მოსმენის ჯერზე საქართველოს პარლამენტში. გთხოვთ ბატონო შალვა, მოგზანდეთ. დღეს წესრიგს დავუჭიროთ ხარი. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით უფროს კოლეგებო. წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს მესამე მოსმენით. როგორც ბატონმა თავმჯდომარემ განაცხადა, ჩვენ მეორე მოსმენის განხილვის დროს 159 მუხლი შემოვიტოვეთ, ასე ვთქვათ, მეორე მოსმენისთვის. როგორც იცით, ეს მუხლი ეხება ინტერპელაციის ახალ წესს. ჩვენ ფაქტობრივად, თვისებრივად ვცვლით ინტერაქციას პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ჩვენი სურვილი არის, რომ იყოს რაც შეიძლება ხშირი, რაც შეიძლება აქტუალურ საკითხებზე და რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, მათ შორის მოქნილი პროცედურა იმ მხრივ, რომ არ იყოს ერთდღიანი პროცედურა ინტერპელაციის, როგორც იყო მოქმედი რეგლამენტიდან გამომდინარე, სადაც ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ძალიან ხანგრძლივი საუბრის ნაწილი იყო ხოლმე უფრო დიდი, პოლიტიკური გამოსვლები უფრო დიდი, ვიდრე თავად ეს ინტერპელაციის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი, როდესაც განვიხილავდით, იყო ინტერპელაციის ახალ წესს, იყო გარკვეული მოსაზრებები ხალხის ძალის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო უფრო მეტი ზეპირი კითხვის დასმა, ან შესაძლებელი ყოფილიყო კიდევ რაღაც სხვა ასეთ ფორმების მოფიქრება, ქონდა ამაზე კიდევ კონსულტაცია. საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდით მეტნაკლებად იმ ფორმულირებაზე, რაც სხვათა შორის მეორე მოსმენის გამოტანის დროს ზუსტად ხალხის ძალასთან კონსულტაციის შედეგად ჩასწორებული ვარიანტი იქნა გამოტანილი და დაემატა ზეპირი კითხვების შესაძლებლობა. იცით, რომ თავდაპირველ ვერსიაში იყო მხოლოდ წერილობითი კითხვები. ხოლო ახლა ზეპირის კითხვების შესაძლებლობაც არის. კიდევ ერთხელ ვახწერო, ინტერპელაციის წესი როგორი იქნება, მათ შორის მცირე ტექნიკური ცვლილებები არის ბოლო განხილვის შემდეგაც. კერძოდ, პარლამენტის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის რომ იყოს კიდევ ერთხელ ცნობილი. მოკლედ, საბოლოო ჯამში ჩვენ ნაცვლად დღეს არსებული ერთი ინტერპელაციის დღისა თვეში გვექნება კვირაში 2 დღე ინტერპელაცია. ანუ რეალურად 8 ინტერპელაციის დღე გამოდის უკვე თვის განმავლობაში, 4-შაბათი და 5-შაბათი იქნება ინტერპელაციის დღე, ფიქსირებული დროით 12-დან 15 საათამდე 3 საათიანი პერიოდი შემონახული ინტერპელაციისთვის. იმ შემთხვევაში თუ კი არსებობს კითხვები. როგორ არის პროცედურა? სასესიო კვირის წინა 4-შაბათის 12 საათამდე ინტერპელაციით კითხვის მიმართვის უფლების მქონე სუბიექტი, კერძოდ ეს არის ფრაქცია ან 7-კაციანი ჯგუფი, სასესიო კვირის წინა, კვირის 4-შაბათის 12 საათამდე პარლამენტის თავმჯდომარეს უგზავნის კითხვებს, თუ რომელი სუბიექტის მიმართ აქვს და რა შეკითხვები აქვს. როგორც იცით, ადრესატი შეიძლება იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მთავრობის წევრი, ასევე შეიძლება იყოს სხვა ანგარიშვალდებული სუბიექტი, ვინც არის პარლამენტის წინაშე. მე ხოლმე კონცენტრირდეთ და მაგალითისთვის მოვიყვანო მთავრობის წევრები, ვინაიდან როგორც წესი და ხშირად ეხება ინტერესი არის ხოლმე მინისტრის მიმართ კითხვების, ამიტომ მინისტრებზე ვიტყვი როგორც მაგალითს, თუმცა როგორც გითხარით, ეს არ არის მინისტრის ინტერპელაცია მხოლოდ, არამედ ყველა ანგარიშვალდებული სუბიექტის. მაგალითისთვის ფრაქცია 7-კაციანი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარეს უგზავნის, რომ მაგალითად მას აქვს ფინანსთა მინისტრთან ეს 2 შეკითხვა, იუსტიციის მინისტრთან 3 შეკითხვა. შემდეგ 7-კაციანი ჯგუფი უგზავნის ასევე სასესიო კვირის წინა 4-შაბათის 12 საათამდე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მას აქვს ასევე იუსტიციის მინისტრთან 3 კითხვა და ჯანდაცვის მინისტრთან 1 კითხვა.
ამ კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე 4 შაბათის იმავე დღის ბოლომდე აჯგუფებს, ხედავს მაგალითად იუსტიციის მიმართ აქვს ორ ჯგუფს აქვს, ორ სუბიექტს აქვს კითხვები, აჯგუფებს უგზავნის შესაბამის მინისტრს, რომ თქვენს მიმართ არსებობს ინტერპელაციის პროცედურით ეს კითხვები, შესაბამის ადრესატებს უგზავნის და შემდეგ იბარებს მას პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. როგორც გითხარით, ინტერპელაციის დღე არის 4 შაბათი, 5 შაბათი, სასაცილო კვირის 12-დან 3 საათამდე. აქ ბიურო, რომელიც დღის წესრიგს განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გაითვალისწინებს შესაბამის პირის ინტერპელაციით მოსვლას. როგორც აქამდე იყო, ეს გახლავთ კონსტიტუციური ზოგადად, როგორც იცით, ინტერპელაცია და პასუხის გაცემა პლენარის კომიტეტს გახლავთ კონსტიტუციური ვალდებულება. შესაბამისი ადრესატის შესაბამისად არ მოსვლას აქვს მხოლოდ საპატიო მიზეზი შეიძლება იყოს აქამდე პრაქტიკაც რაც იყო ან ჯანმრთელობის მდგომარეობა ან თქვათ როდესაც ვიზიტში იმყოფება შესაბამისი პირი ქვეყნის გარეთ ან სხვა მსგავსი ასეთი საპატიო მიზეზი შესაბამისად ბიურო უყურებს შესაძლოა იქიდან გამომდინარე შეიძლება ბევრი ადრესატი იყოს და თუ კი განჭრეტადია რომ 3 საათში ვერ ჩაეტევა 4 შაბათის თქვათ 3 საათიან პერიოდში ვერ ჩაეტევის ინტერპელაცია შეიძლება გადაანაწილოს სხვადასხვა დღეზე ასევე შეუძლია შეამციროს პროცედურით გათვალისწინებული დროები რომ მოაქციოს 3 საათიან რეგლამენტში ამის შემდეგ უკვე დგება 4 შაბათი დღე პლენარული სხდომების, როდესაც დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ იწყება ინტერპელაცია. თავდაპირველად კითხვის ავტორები იმეორებენ თავის კითხვას უკვე ზეპირად, ის რაც მიწერილი ქონდათ. ამისთვის გამოყოფილია 3 წუთიანი რეგლამენტი კითხვაზე. ეს კითხვები გროვდება, ანუ ყველა ერთი ადრესატის მიმართ თუ არის ჯერ კითხვები დაისვება, შემდეგ ადრესატს აქვს 10 წუთიანი რეგლამენტი პასუხის გასაცემად, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, კითხვების რაოდენობიდან გამომდინარე. ამის შემდეგ ავტორებს აქვთ 1 წუთიანი დაზუსტების შესაძლებლობა რეგლამენტი, აქაც გროვდება ეს დაზუსტებები და ადრესატს აქვს კვლავ 10 წუთი, 5 წუთი პასუხისთვის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ამის შემდეგ უკვე, ანუ წინასწარ წეილობით გაგზავნილი კითხვების პასუხების ამოწურის შემდეგ შესაბამის სუბიექტებს შეუძლიათ ორ-ორი ზეპირი კითხვა, ასე ვთქვათ, სპონტანური კითხვაც დასვან ადრესატის მიმართ, რაზეც კვლავ არის პასუხისთვის დასვან ადრესატის მიმართ. ამ კითხვების შეგროვების შემდეგ გათვალისწინებული გვაქვს 15 წუთიანი შესვენება, რომელზეც ადრესატს შეუძლია თქვას უარი, თუ კი მას არ სჭირდება რაიმე დამატებითი ინფორმაცია კითხვაზე პასუხის გასაცემად. შესაბამისად პროცედურა გრძელდება, მას აქვს 10 წუთი რომ გასცეს პასუხი ამ ზეპირ კითხვებს და ეს რეგლამენტით შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ამ პასუხების შემდეგ უკვე სუბიექტის ფრაქციებს, უფრაქციო წევრებს ასევე აქვს შესაძლებლობა რომ 5 წუთიანი რეგლამენტით გამოვიდნენ და შეაჯამონ ასე ვთქვათ ეს კითხვა-პასუხის პროცედურა მათი პოლიტიკური გადმოსახედიდან და ბოლოს ადრესატს აქვს 5 წუთი, რომ თავად შეაჯამოს და ამით დასრულდება ინტერპელაციის პროცედურა. ეს არის რომ აღწეროთ პრაქტიკულად რას ნიშნავს ახალი ინტერპელაციის წესი, კიდევ ერთხელ არის ფაქტობრივად თვისებრივი გაზრდა პარლამენტის კონტროლის შესაძლებლობისა დროში უფრო ახლოს აქტუალურ საკითხებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ყავდეს ანგარიშვალდებული სუბიექტები პარლამენტში. იმით რომ კითხვები, როგორც იცით, აქამდე იყო ფაქტობრივად 2 კვირით ადრე უნდა გაგზავნილიყო ინტერპელაციის კითხვები და ამიტომაც აქტუალობა შეიძლება დაკარგული ყოფილიყო. ახლა გვაქვს რეალურად რამდენიმე დღიანი პერიოდი წინა 4 შაბათამდე წერილობითი და მათ შორის ადგილზე, რაც აქამდე არ იყო ინტერპელაციის დროს, ადგილზე შეუძლია ზეპირად დასვას კიდე დამატებითი კითხვები და ვფიქრობ რომ ეს ამ ხრივ რეალურად ჩვენ გვექნება ის პროცედურები, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში არის და შეიძლება ვთქვათ მედიიდანაც უნახავს ბევრს, ვთქვათ ინგლისის პარლამენტში ან სხვა პარლამენტებში ეგრეთ წოდებული კითხვის დრო,
როდესაც არის რეგულარული გამოყოფილი პერიოდი თითო სასესიო კვირაში, როდესაც მთავრობა არის პარლამენტში და პასუხობს კითხვებს და ჩვენ რეალურად ინტერპელაციის პროცედურის გამოყენებით ამის რეალიზებას შევქმნით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვამ, რომ ამ მხრივ აბსოლუტურად სხვა ინტერაქციას შეიძენს ინტერპელაცია, ვიდრე აქამდე იყო და ვიდრე იყო მათ შორის მინისტრის საათი, რომელიც 9 და ხანდახან 12 საათიანი პროცედურაც კი ყოფილა საქართველოს პარლამენტში. მადლობთ ეს მეორე მოსმენით ამ მხრივ ვინაიდან ცალკე გამოგვს ამაზე თუ არის კითხვები. მადლობა, მეგობრებო, კოლეგებო, კითხვები თუ არის, დიახ. მადლობთ. ესეთი კითხვა მექნება. აი პირობითად დაუშვათ შემოვიდა თქვა 7 ინტერპელაცია, ან მოთხოვნა 7 სხვადასხვა ადრესატთან. აი ბიურო ამას როგორ ანაწილებს? გასაგებია რომ 7 ინტერპელაცია ერთ დღეს ვერ მოესწრება 10-12-დან 3 საათამდე მოხდება გადანაწილება. 7 სხვადასხვა ადრესატია, თქვა იმ თანმიმდევრობით გადანაწილდება, რა თანმიმდევრობითაც შემოვიდა ეს მოთხოვნები თუ შეიძლება ბიურომ სხვა გადაწყვეტილებაც მიიღოს და კიდევ ერთი კითხვა მაქვს როგორც მახსოვს თავდაპირველ რედაქციაში საუბარი იყო 2 ზეპირი კითხვის შემდგომ შესვენების გამოცხადებაზე. ეხლა შეიძლება მე ვერ მოვისმინე, მაგრამ მე მგონი აგიხსენებიათ შესვენების საკითხი და ამასთან დაკავშირებით რა ხდება? ანუ შესვენები ცხადდება თუ აღარ ცხადდება? კეთილი, სხვა კითხვები კოლეგებს დიახავთ კონკრეტულად. მოგესალმებით. უბრალოდ მაინტერესებს, ანუ ინტერპელანტი დაუშვეთ და მეორე ჯერზეც შემოვიდა კითხვები. ანუ მეორე კვირას და ადრესატი არის ერთი და იგივე. არის თუ არა შეზღუდვა თვის განმავლობაში ინტერპელანტს შეუძლიათ თუ არა ორჯერ მოვიდეს პარლამენტში. მადლობა. სხვა კითხვები არ არის, ბატონ შალვა. დიახ, დავიწყებ იმ საკითხით, რომ შესვენების პერიოდი გათვალისწინებული არის კვლავ 15 წუთიანი შესვენება. ადრესად შეუძლია უარი თქვას ამ შესვენებაზე, თუ არ არის საჭირო ინფორმაციის მომზადება. შესვენება თავისთავად გამომდინარე იქიდან, რომ არის სპონტანური კითხვები დასაშვები, შესაძლოა იყოს კითხვები, რომელიც საჭიროებს რაღაც მონაცემების მოძიებას და ამისთვის შესაძლოა საჭირო იყოს, თუმცა ადრესად უფლება აქვს უარი თქვას ამ 15 წუთიან შესვენებაზე და პირდაპირ გაგრძელდეს პროცედურა. რაც შეეხება რაოდენობას, ჩვენ სხვადასხვა პრაქტიკამაც უნდა გვაჩვენოს. მთავარი არსი რა არის ჩვენი სურვილი, რომ იყოს მოკლე ინტერპელაცია ბევრ ადრესატთან. ეს არის საბოლოო ჯამში სადამეც უნდა მივიდეთ. ნაცვლად 12 საათიანი პროცედურისა, რაც მანამდე იყო ერთ ადრესატთან, რაც იყო ნაზავი პრეზენტაციისა, კითხვების შეგროვებისა, რომელშიც შეიძლება ერთ დეპუტატს ქონოდა ინტერესი და სხვას შეიძლება არ ქონოდა, ეხლა გქონდეს რაც შეიძლება მიახლოებული პროცედურა კითხვის დროისა, რაც სხვა პარლამენტებში არის ხოლმე, მოკლე ვადაში, სწრაფი, აქტუალურ თემებზე, ასე ვთქვათ, აქტუალური ინფორმაციის მიწოდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ეს არის იდეა, რომ პარლამენტი იღებს ყოველ სასწრაფო კვირას აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლისგან. ამიტომ საპარლამენტო პრაქტიკითაც ესეც უნდა დარეგულირდეს გარკვეულწილად, რომ თავად სუბიექტებმა არ დაბლოკონ პარლამენტის საქმიანობა ამ მხრივ, რომ თავიდანვე თუ იქნება პირობითად 12 მინისტრის მიმართ ინტერპელაცია და კიდევ სხვა ანგარიში ვალდებულების გასაგებია, რომ მოგვიწევს მთელ თვეზე შეიძლება 2 თვეზეც გადანაწილება, რა დროსაც უკვე აქტუალობად შეიძლება დაიკარგოს იმ კითხვის, რომელიც არის. ამიტომ თვითონ სუბიექტებმა ამ მხრივ უნდა იზრუნონ. ამიტომ გვაქვს ჩადებული პარლამენტის ბიუროსთვის შესაძლებლობა, რომ იმ მოცემულობიდან რაც არის გონივრულად გადაწყვეტოს. მაგალითად, შეიძლება იყოს 3 სუბიექტი, 3 ასე ვთქვათ, ადრესატის მიმართ კითხვები, მაგრამ იყოს თითო კითხვა. ამ მხრივ გასაგებია, რომ სწრაფად შეავის პროცედურა. შეიძლება 2-ის მიმართ იყოს, მაგრამ თითოსთან იყოს 30 კითხვა. ამიტომ პარლამენტის ბიუროს ექნება შესაძლებლობა ამ 2 ოფციიდან ერთ-ერთი აირჩიოს, ან შეამციროს პროცედურებში რაღაც ვადები, დროები, რეგლამენტები, ან გადაანაწილოს სხვა დღეზე, 4-შაბათი, 5-შაბათი იმ სასწრაფო კვირის, ან შემდეგ სასწრაფო კვირაზე. რაც შეეხება თქვენს კითხვას თვის განმავლობაში, ხომ ეს შეზღუდვა არის, რომ თვის განმავლობაში ადრესატი ერთხელ მოდის მხოლოდ, აქაც იმისთვის, რომ არ იყოს, ასე ვთქვათ,
გამოყენებული ინტერპელაციის პროცედურა იმისთვის, რომ ერთი ადრესატი ყოველ კვირა ატარონ, ასე ვთქვათ, მაინც და მაინც პარლამენტში, თუმცა ესე პლენარული თითო კვირის გამოტოვებით უკვე ვალდებულება იქნება ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ადრესატისთვის, რომ იყოს პარლამენტში ინტერპელაციის წესი. თუ კი მანამდე კითხვა შემოვა, გადაიწევს შესაბამისად ისე, რომ მიყოლებით არ იყოს ადრესატი პარლამენტში. და აქვე დავამატებთ, წეგან არ აღნიშნია, ცალკე გვაქვს ასევე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია ყოველ თვის ბოლო პლენარული სხდომების ბოლო 4 შაბათს არის პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია. აქაც კითხვები გროვდება და შეიძლება რომ პრემიერ-მინისტრი ყოველ თვის ბოლო 4 შაბათს იყოს პარლამენტში. კეთილი და ამას უსტებელი კითხვები ხო არ არის ბატონ შალვა, მეორე მოსმენით ჩვენ განვიხილეთ 159 მუხლი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, შეგვიძლია მესამე მოსმენით უშუალოდ პროექტით თანდართული პროექტებით, კანონპროექტებით განვიხილოთ, მეორე მოსმენის შემდგომ ცვლილება ხო არ განუცდია? ერთი მხრივ არის რედაქციული ხასიათის ცვლილებები, დარიგებულია და შეგიძლია გაეცნოთ, სადაც სტილისტურ გრამატიკული ცვლილებებია, რამდენიმე ცვლილებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც რედაქციულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გააზრებისთვისაც, კერძოდ რაც შეეხება საპარლამენტო ჯილდოებს, მე-6 პუნქტში დაჯილდოების და ფულადი ჯილდოს ოდენობის ნაცვლად იქნება ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი. დღესაც ასე არის, რომ ჩვენ გვაქვს დღეს მოქმედი რეგლამენტით 3 საპარლამენტო ჯილდო და რიგ შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში არის ფულადი ჯილდო გათავისუფლებული, ზოგ შემთხვევაში არ არის. მაგალითად, თუ კი მიმღები არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო ეს არის, ასე ვთქვათ, ბრძანებით მოწესრიგებული, ფულადი ჯილდო არ არის გათვალისწინებული. ამიტომ შემოთავაზებული რედაქცია შესაძლოა ისე წაკითხულიყო, თითქოს აუცილებელი არის ფულადი ჯილდოს არსებობაც ჯილდოს ასნეცად და ესეც დაზუსტა ენობრივად, რომ ჯილდოს გადაცემის წესი არის, ანუ შესაძლოა ფულადი ჯილდო არც იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, თავისთავად პარლამენტის ჯილდოს მიღება უკვე საკმარისად მაღალი პატივი არის ფულადი ჯილდოს გარეშეც. შემდეგი საკითხი ეხება ორი საკითხი, რომელიც ეხება პარლამენტის სტრუქტურას და პარლამენტის რეგლამენტში არის ადგილები, სადაც სტრუქტურული ერთეულების დასახელებები არის ასახული და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, როგორც იცით, პარლამენტის აპარატში ამჟამად მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ჩვენ დღე-დღეზე უკვე გვექნება ვამტკიცებთ ახალ სტრუქტურას და გარკვეული ცვლილებები იქნება პარლამენტის სტრუქტურაში. ერთ-ერთი ცვლილება და ორი ცვლილება, რომელიც აქ საჭიროებს ასახვას, ვინაიდან აქაც არის კანონის ტექსტში დაფიქსირებული. პირველი შეეხება დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, დეპარტამენტის უფროსებს. აქამდე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიცია არ არსებობდა და ახალი სტრუქტურით დეპარტამენტის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილეც, ამიტომ აქაც ასასახი არის, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე ნიშნავს დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, რომ აქაც დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის საკითხიც მოწესრიგდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება. მეორე საკითხი ეხება სტრუქტურას უკვე. დღეს იცით, რომ არსებობს სხვადასხვა დეპარტამენტები, სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის საორგანიზაციო დეპარტამენტი და იურიდიული დეპარტამენტი. ახალი სტრუქტურით იქნება გაერთიანდება, მოკლედ ერთი დეპარტამენტი იქნება, იურიდიული დეპარტამენტი. შესაბამისად, აქაც სადაც საორგანიზაციო დეპარტამენტი არის მოხსენიებული, რედაქციულად ჩასწორდა და იქნება იურიდიული დეპარტამენტი ასახული. შემდეგი საკითხი ბატონ შალვა, მივყვეთ თანმიმდევრობით, კითხვები ხო არა აქვთ კოლეგებს ამ არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მეორე მოსმენის შემდგომ? არ არის, დიახ, გაგრძელეთ ბატონ შალვა. შემდეგი სარედაქციო საკითხები არის 176 მუხლი უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, ვინაიდან მე პლენარული სხდომის დროს ჩავიკითხე 176 მუხლის ახალი რედაქცია და ეს რედაქცია უკვე ასახული არის და უბრალოდ ყურადღება მიაქციოთ, რომ ტექსტში ასახული არის საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშის განხილვის წესთან დაკავშირებით. და ასევე 226 მუხლში ოლქის დელეგატების ბიუროებთან დაკავშირებითაც არის
მცირე ტექნიკური ჩასწორება, რომელიც ეხება ანგარიშვალდებულების საკითხსაც, დიდად შინაარსობრივი საკითხი არ არის, არის ტექნიკური საკითხი, რომელიც საჭიროებს ასახვას. ეს არის რაც შეეხება ძირითად კანონს, რეგლამენტს. კანონს, კი ბატონო, კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის, ანუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განვიხილეთ, შემდგომი პროექტი გახლავთ საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, მე სამოსმენით. აქ არის ენობრივი რედაქციული ცვლილებები მხოლოდ. კოლეგებს კითხვები, მოსაზრებები არ აქვს. შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აქაც მხოლოდ ენობრივი რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კითხვები, მოსაზრებები არ არის. შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აქაც მხოლოდ ენობრივი ხასიათის ცვლილებები. ხომ არ არის კითხვები დარბაზში? არ არის. შემდეგი კანონპროექტი გახლავთ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე აქაც მხოლოდ სტილისტური გრამატიკული ცვლილებები. კეთილი კითხვები არ არის. მომდევნო კანონპროექტი არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აქაც მხოლოდ გრამატიკული სტილისტური. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ, არ არის ასეთი. შემდგომი გახლავთ ბავშვთა უფლებათა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აქაც მხოლოდ გრამატიკული სტილისტური ხასიათის. კეთილი, არ არის კითხვები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აქაც მხოლოდ გრამატიკული ხასიათის. კი ბატონო, არ არის ასევე კითხვები. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. აქაც მხოლოდ გრამატიკული. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ, არ არის ასეთი. შემდგომი გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. მხოლოდ გრამატიკული ხასიათის. კი ბატონო, მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, კითხვები არ არის და ბოლო კანონპროექტი ბატონ შალო გახლავთ პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. ხო, აქ არის ერთი ცვლილება, რასაც ყურადღებას მიაღწიოთ. კერძოდ ამ გამომდინარე კანონით 19 მუხლის მე-9 პუნქტში ხდებოდა ცვლილება, თუმცა აქ აღმოჩნდა, რომ მერვე პუნქტშიც არის ცვლილება საჭირო, ანუ ტექნიკური ხასიათის არის, როგორც იცით, პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება ეხება საპროკურორო საბჭოში პარლამენტიდან არჩეულ პირს. კერძოდ აქამდე არსებული რედაქცია ასე იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრს შეიძლება შეწყვეტა დეპუტატის უფლებამოსილება, ის რჩებოდა საპროკურორო საბჭოში. ჩვენ წინამოწვევს პარლამენტში ჰქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძე, როდესაც ის გახდა ჯანდაცვის მინისტრი, შეუწყდა უფლებამოსილება, თუმცა ის არჩეულ საპროკურორო საბჭოს წევრი იყო და საპროკურორო საბჭოში დარჩა ჯანდაცვის მინისტრი. და მისი კეთილინებით ის თავად გადადგა და შემდეგ ჩვენ ავირჩიეთ ახალი წევრი ბატონი რადიონე თამიშვილი, თორემ რეალურად გამოდიოდა, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პირი არის, ამ პარლამენტის წევრი უნდა იყოს იქ წარმოდგენილი და იყო მთავრობის წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში, რაც არ იყოს სწორი. ამიტომ ამ ცვლილების არსი ზოგადად ინიცირებული რაც ეხება იმას, რომ თუ უწყდება უფლებამოსილება, მაშინ უწყდება საპროკურორო საბჭოშიც და ეს იყო ასახული ინიცირებული, უბრალოდ კიდევ ერთ პუნქტში არის ეს დასასრულებელი, მერვე პუნქტში და ესეც დაემატა, ვინაიდან ზუსტად ამ პროცედურას ეხება, რომ უფლებას შეწყვეტილი პარლამენტის წევრი საპროკურორო საბჭოშიც აღარ არის წევრი. კეთილი, კითხვები თუ აქვთ კოლეგებს, მოსაზრებები, ასეთი არ არის. დიდი მადლობა ბატონ შალო, ჩვენ დავზანდეთ, ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით თანდათო კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით, ამასთან ერთი მუხლი 159 მუხლი იქნა განხილული მეორე მოსმენით, შესაბამისად კენჭისყრაზე მინდა დავაყენო პირველ რიგში სწორედ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159 მუხლი მეორე მოსმენით, რომლის გარეშეც იყო თავის დროზე გაკენჭნაყარი საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. კოლეგებო, ვინ არის მომხრე? მეორე მოსმენით დაუჭიროთ ხარი. მადლობა. ამჯერად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი თანდათო კანონპროექტებთან ერთად უკვე მესამე მოსმენით ვაყენებთ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე ხარი დაუჭიროთ.
მხარდაჭერილია ერთხმად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საკომიტეტო დონეზე დავასრულეთ. მე მადლობა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს, მადლობა გადავუხადო აპარატის თანამშრომლებს, მის კაბინეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, თუმცა ამ რეგლამენტის მიღების შემდეგ უკვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იქნება ჩვენი სახელი, წესები აღარ იქნება შემადგენელი სახელწოდების. მინდა მადლობა გადავუხადო კომიტეტის წევრებს ამ ცვლილებების შემდგომ, მას შემდგომ, რაც უკვე სესია საქართველოს პარლამენტი დაუჭერს ხარს, ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება საქართველოს პარლამენტის როგორც საკანონმდებლო, ასევე საზნამხედველო ფუნქციები და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ შალვა პაპუაშვილს. დიდი მადლობა, სვდომა დახურულია.